მოგესალმებით, ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია გადაცემა პირისპირ. დღეს გადაცემა სპეციალური ფორმატით გავა ეთერში და ჩვენს პირისპირ არის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მოგესალმებით, ბატონო გიორგი. მოგესალმებით გემაყურებელს. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ვარ კახეთში და რომ აქ შესაძლებლობა თქვენი ტელევიზიის მეშვეობით ვეურთიერთო თქვენს აუდიტორიას. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის, მობრძანებისთვის და მინდა დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ. დავიწყოთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, ბოლო დროინდელი თქვენი ბრიფინგით. თქვენ განაცხადეთ, მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეთ და თქვით, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები არის მნიშვნელოვანი, თქვენ ხელი მოაწერეთ ამ ცვლილებებს, თუმცა თქვენ ახსენეთ, რომ ეს არ არის რეფორმა, ძირეული რეფორმა საარჩევნო სფეროში. ჩვენი მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, აი უფრო დეტალურად რას გულისხმობთ და შემდეგ. კი ბატონო, მადლობთ რომ აძლევთ შესაძლებლობას ამაზე საუბრისა, განსაკუთრებით იმიტომ რომ ეს სასაუბრო და განსახილველი თემაა, ამიტომაც მე ძალიან ბევრ კანონს ვაწევთ ხოლმე ჩვენ ხელს და სპეციალურ განცხადებას არ უძღვნი ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ამომრჩეველს ცოდნოდა პირველი რა კანონს მოვაწერე ხელი, მეორე რისი მოლოდინი არის საზოგადოებაში. კანონი, რომელსაც მე ხელი მოვაწერე, ეს არის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ის ცვლილებები, რაც იქნა შეტანილი. ეს არანაირად არ არის საარჩევნო რეფორმა. ეს არის პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს შენიშვნების კანონში გადატანა და გათვალისწინება. მარტივად რომ თქვა, თავარი თემა ამ შემთხვევაში მდგომარეობს იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ თითოეულ რაიონში მეტ-ნაკლებად ერთი რაოდენობა ამორჩეველი უნდა იყოს და ეს იქნა გადატანილი კანონში. ანუ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ თითოეულ მანდატს უნდა დაახლოებით ერთნაირი წონა კონდეს ამორჩევლის თვალსაზრისით. ეს გადატანილი იქნა კანონმდებლობაში. ეს არის სუფთა ტექნიკური ტიპის ჩასწორება, რომელიც არანაირად არ ცვლის იმ სისტემას, რომლის ცვლილების თაობაზეც ჩვენ ბოლო 20 წლეულია ვსაუბრობთ. ჩვენ გულისხმობთ მთელი საზოგადოება, როგორც პოლიტიკოსები, რომლებიც არიან დღეს ხელისუფლებაში, ასევე პოლიტიკოსები, რომლებიც მანამდე იყვნენ ხელისუფლებაში და დღეს ოპოზიციაში და ასევე სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები. შინაარსი მდგომარეობა, მაგრამ რა არის საინტერესო? საინტერესო ის არის, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც ასე ვთქვათ, მართველი კოალიცია, ასევე ოპოზიცია, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო, გაერთიანებული არიან იმის ხედვით, რა არის უკეთესი ვიდრე არსებული სისტემა. და ისინი ყველანი შეჯერდნენ ერთ შეხედულებაზე, რომ საჭიროა პროპორციული სისტემა იყოს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. იყოს პროპორციული სისტემა საქართველოს. შეჯერდა პოლიტიკური საზოგადოება. აი ამას მინდა დავამატო, რომ არა მარტო დაუშვათ მთელი პოლიტიკური სპექტრი. არამედ 240,000-ზე მეტი ამომრჩეველი, რომელმაც ამ პეტიციას თავისი ხელმოწერით დაუჭირა მხარი. ანუ რეალურად ჩვენ დღეს გვაქვს აბსოლუტური, ესეთი რამე იშვიათად ხდება ხოლმე თქვენს დამეთანხმებით. აბსოლუტური კონსენსუსი. ხა მითხარით, როდის გახსოვთ ბოლოჯერ რომ მთელი საზოგადოება იყოს შეჯერებული. ამ შემთხვევაში ჩვენ ესეთი სიტუაცია გვაქვს. აქ არის მნიშვნელოვანი, როდესაც არსებობს ასეთი ტიპის სრული კონსენსუსი საზოგადოებაში, პოლიტიკურ სისტემაში და როდესაც ხელისუფლება დღეს აღმასრულებელი ხელისუფლება ამბობს, რომ ეს გადავიდეს არა ამ არჩევნებზე, არამედ მომდევნო არჩევნებზე ამბობს. დიახ. მათი არგუმენტაცია ბოლო თქვენი განცხადების შემდეგ გავცელა იყო ასეთი, რომ პოლიტიკური პარტიები არ არიან მზად. ისინი არ არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც აქვს საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ისინი ამ პარტიებში ვერ ხდება სოციალიზაცია, მოსახლეობის ხმას ისინი არ წარმოადგენენ და იცით რა არის? ჩვენ არ ვართ მზად ამისთვის. ეს არამზაობა ჩვენ გვახსოვს ბოლო რაც საქართველოს დამოუკიდებლობა არსებობს ნებისმიერ ესე ჯანსაღ ცვლილებაზე ხელისუფლება ამბობს. აი იცით რა არის? არა ვართ მზად. მოდით ასე მიუდგეთ ამ საკითხს. თქვენ როგორ ხედავთ? ერთი რომ იყოს პროპორციული სისტემა, შეძლებს დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკური სისტემა შეითვისოს და პრაქტიკაში გააკეთოს ამის იმპლემენტაცია. აი როგორია დღეს? იცით რა, აბსოლუტურად გეთანხმებით. მე მახსოვს მაშინ ჯერ კიდე შევარდნაძის სისტემა იყო და შევარდნაძის სისტემის შიგნით, როდესაც მე არასამთავრობო პოზიციიდან და ასე ვთქვათ ოპოზიციური პოზიციიდან მე და ჩემი მეგობრები ვითხოვდით თვითმმართველობას დღეს და არა ხვალ
იგივე არგუმენტი მესმოდა მაშინ რომ ხალხი არ ამზად და მაშინ მახსოვს ძალიან ისე ვკამათობდით ხოლმე რომ თუ პრეზიდენტის ასარჩევად მზად არის საზოგადოება სოფლის გამგებლის არჩევა რატო არ შეუძლია მახსოვს ეს დიდი დებატები იყო და ბოლოს ჩვენ ამ თვალსაზრისით წინ გადავდგით ნაბიჯი მე ახლა ნაკლებად შევალ ამ დებატებში თუნებას მომცემთ იმიტომ რომ ძალიან ახალია ეს საკითხი მე ისიც გამიგია რომ იცით რა ჩვენ ესეთი საუბარიც გამიგია ხოლმე როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ რომ ბავშვად ჩვენ რომელიღაცა პოლიტიკური პარტია მზად ვართ ან პოლიტიკური ჯგუფი რომლებიც უფრო ასე ვთქვა დიდი ხანია პოლიტიკაში ვართ მაგრამ აი რომელიღაცა X დეპუტატები არ არიან მზად და არ დაგვეთანხმებიან ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს საუბარი და ეს დისკუსიები ფართოდ და ღიად გაიშალოს და როდესაც გვაქვს ასეთი საინტერესო ვითარება კიდევ ერთხელ რომ ეს არ არის ჩემი პოზიცია რომ პროპორციული სისტემა უნდა იყოს მე კი არ ვამბობ რომ ეს არის მაინც და ეს არის ის სრული კონსენსუსი რომელიც ჩემს წინაშე ფაქტის სახით დგას როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი აქვს ეს არის უკეთესი მაგრამ ნაწილი ამ პოლიტიკური სპექტრის აქვს ეს კი უკეთესია მაგრამ ეს უკეთესია ხვალ და არა დღეს არა და დემოკრატია ყოველთვის უნდა იყოს დღეს და არა ხვალ აი აქ მინდა კითხო აი ამაზე პასუხი სიმართლე გითხრათ მე არ მაქვს და მე მგონია რომ ბევრად მეტი უნდა ჩვენ გავიგოთ რას ფიქრობენ ის ადამიანები ვინც კონკრეტულად დღეს ქართულ ამომრჩეველს ეუბნებიან რომ ჩემო კარგო უკეთესი დადგება არა დღეს არამედ ხვალ აი მათი არგუმენტები მოსასმენია ჯერ კიდე ეს არგუმენტები ასე ვთქვათ 1-2 ადამიანისგან იქნა დაფიქსირებული და მე არ შევჩერდები ასე ვთქვათ მათ განხილვაზე იმიტომ რომ ძალიან ახალია ჯერ ეს პოზიცია გასაგებია აქ მინდა კითხოთ ჩვენი საუბარი რაც შეიძლება მინდა იყოს ძალიან ღია ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე თქვენი პოზიცია მოდით მე ჩემს პოზიციას იშვიათად მაგრამ ამ შემთხვევაში ვიტყვი ღიად რომ მაჟორიტარული სისტემა შევანაძის პერიოდიდან დღემდე იყო ხელისუფლების დასაყრდენი ხელისუფლების შენარჩუნების წყარო და პარლამენტში გარკვეულწილად უმრავლესობის მოპოვების გარანტი იმიტომ რომ ხელისუფლებას როგორც წესი უიოლდება და ჩვენ გვაქვს სურათი ხო სტატისტიკა შეგვიძლია გადავხედოთ ბოლო პერიოდის საკუთარი მაჟორიტარების გაყვანა ამით ინარჩუნებს ის უმრავლესობას და ბოლო დროსაც სპექტში მაჟორიტარებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ხო გადანაწილებაში ვერც ერთი ხელისუფლება ძალაუფლებას აქვს ხიბლი ხო გარკვეულწილად ვერ შეელია წინა ხელისუფლება იმის წინა ხელისუფლება ვერ შეელია რაღაცებს რაც დემოკრატიისთვის იყო მნიშვნელოვანი თუმცა მისი ხელისუფლების ხანგრძლივობისთვის საზიანო გვაქვს ორი ტიპის სურათი ერთი რომ მე როგორც რიგით მოქალაქეს რჩება განცდა რომ ვერ ელევა ხელისუფლება ამ არჩევნებზე რომ მან დაკარგოს უმრავლესობა ანუ არ ვერ გაიყვა ეს არ გააკეთოს მაჟორიტარების ხარჯზე და მეორე მხრივ არის სახეზე სურათი როდესაც პირველი პრემიერი მეორე პრემიერი გადადგა ანუ თავისი ნებით თქვა უარი ძალაუფლებაზე რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში იცით რა პირველ რიგში ჩვენ არ უნდა დავზრახოთ ხელისუფლება რომელსაც არ უნდა წაგება ეს ნორმალურია ნებისმიერი პოლიტიკური პარტია იქნება ეს პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში თუ იქნება ოპოზიციაში მიზნად ისახავს ხელისუფლებაში მოსვლას ან ხელისუფლების შენარჩუნებას ეს ნორმალური ტენდენცია უბრალოდ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმის თაობაზე რა გზებით ხდება ყოველივე ეს არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია რომ ის კი არა რომ ხელისუფლება წააგებს თუ მოიგებს უმნიშვნელოვანესია რომ ყველა მოთამაშე მხარე და ყველა აქტორი საარჩევნო პროცესის ანუ ძირითადში პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული საზოგადოება იყოს თანახმად თამაშის წესებს დღეს ჩვენ ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ და მე აქედან გამომდინარეა ჩემი პოზიციაც რომ როდესაც ჩვენ გვაქვს სრული კონსენსუსი იმაზე რა არის უკეთესი გაუგებარია რატო არ დავაყენოთ ეს კონსენსუსი დღეს ამასთან ერთად ხა ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესები თავისთავად მნიშვნელოვანი საინტერესოა ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი რაც მდგომარეობდა პირველი პრემიერის გადადგომით მეორე პრემიერის გადადგომით უკავშირდება ნორმალურ ასე ვთქვათ საამთავრობო ფუნქციონირების რეჟიმს იმიტომ რომ როდესაც პოლიტიკური გუნდი ფიქრობს რომ მას უკეთესი ასე ვთქვათ უკეთესად შეუძლია გადაწყვიტოს საკითხები რაღაცა სხვა კომპოზიციით ან ყოველ შემთხვევაში რომელიღაცა პოლიტიკური პირი თulis რომ მას უნდა რომ რაღაც პერიოდი გვერდზე გადგეს
ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და დემოკრატიული, ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით. ბატონო პრეზიდენტო, მაშინ აქვე გითხავთ. თქვენ საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთეთ ეს განცხადება. დიახ. თქვენ ფაქტობრივად საზოგადოებას უთხარით, როგორც პრეზიდენტმა, რომ აი ეს არის მოდელი, სადაც არსებობს საზოგადოებრივი კონსენსუსი და მე, როგორც პრეზიდენტი, ვარ ამის მხარეს. თქვენ ეს დააფიქსირეთ. ერთია დაფიქსირება, მაგრამ თქვენ გაქვთ ძალიან მაღალი თანამდებობა და მაღალი ლეგიტიმაცია საზოგადოებაში. შესაბამისად, რას გააკეთებთ ამის შემდეგ, რა ნაბიჯებს გადადგამთ, დარჩება მხოლოდ ეს დაფიქსირება და აზრის, თუ თქვენ დაიწყებთ ამის ლობირებას, თუ თქვენ გაქვთ კონკრეტული სქემა, როდესაც თქვენ დაიწყებთ, რომ ეს პროცესი დაიწყოს 2016 წელს და არა 2020 წელს. იცით რა შესაქმე თავისთავად კიდევ ერთხელ უბრუნდები იმ საინტერესო და გარკვეულ სახით კურიოზულ მდგომარეობას, რომ ვის რა უნდა უმტკიცო, როდესაც ყველა თანახმარი რომ ეს ჯობია. ხო მე ხო ვერ დავიწყებ, ეხლა ვერ გავხდები ადვოკატი ან ლობისტი ამ მოდელის, იმიტომ რომ საკამათო მე არავინ არ მყავს. ყველა მეუნება და მეთანხმება, რომ ეს უკეთესია. კი არ მეთანხმება, უბრალოდ მე ვეთანხმები, მათ რომ ეს უკეთესია. შესაბამისად, ჩემი აზრით ეხლა მე არა ვარ საკანონმდებლო პროცესში კონსტიტუციურად ჩართული, პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, მე მაქვს შესაძლებლობა პოლიტიკური პოზიცია დავაფიქსირო და მე ეს პოლიტიკური პოზიცია დავაფიქსირე. ახლა ჩვენ უნდა შევხედოთ და დავაკვირდეთ იმას, ვინ, რომელი არგუმენტი იქნება უფრო აქტუალური და რომელი იქნება უფრო ვალიდური. მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მოდელი ასე ვთქვათ, კარგია, მაგრამ იყოს კარგი ზეგ და არა ხვალ. იმ ადამიანებმა უნდა გაგვაგონონ თავიანთი არგუმენტი. ძალიან მოკლედ კითხავ, მოკლე პასუხი, რაც ველია ამ კითხვაზე, მაინც როგორ თulit, რომ შესაძლებელია, რომ 2016 წელს ეს პროცესი დაიწყოს და არ გადავიდეს. ამის შესაძლებლობა დასაძლევს პოლიტიკურ ხელისუფლების კონტექსტს გავითვალისწინებ, აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციიდან გამომდინარე. პოლიტიკური კონტექსტი რაც გეუბნება. მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის პირველ რიგში სხვათა შორის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და მმართველი კოალიციისთვის პარლამენტში და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების სტანდარტი იყოს მაღალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია ბუნებრივია ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როგორც ქვეყნის დემოკრატიის ერთ-ერთი გარანტი, მე ბუნებრივად ჩართული ვარ და რომლის არჩევნებიც არ არის, ხო? ეს ჩემი არჩევნები არ არის და ამავე დროს გარანტი ვარ დემოკრატიის კონსტიტუციური, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ხარისხით ჩატარდეს არჩევნები. აქ არ შეგვეშალოს, თუ არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის არის არადემოკრატიული. მაგრამ რა ვერ ვიტყვით ვერანაირად, მაგრამ ამავე დროს ხელისუფლებისთვისაც, რადგან ხელისუფლებაზე გადადის წინა პასუხისგებლობის არჩევნების ხარისხზე და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გქონდეს კონსენსუსი და ასე ვთქვათ, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე ქვეყნის გარეთ დაინახონ, რომ საქართველოს არა მარტო დაუშვათ 2012 წლიდან უკვე არჩევნები საქართველოს არ მარტო სუფთად ატარებს ჩვენი ქვეყანა ამ არჩევნებს, არამედ მუდმივად იზრდება დემოკრატიის და ასე ვთქვათ პლურალიზმის ხარისხი. რა თქმა უნდა. აქვს მაღალი სტანდარტი. ეს მნიშვნელოვანია, ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ხელისუფლებისთვის, ვიდრე ოპოზიციაში მყოფი პარტიებისთვის, იმიტომ რომ ოპოზიციაში მყოფი პარტია ყოველთვის ცდილობს რომ დაინახოს ხინჯი და ამ ხინჯზე გააკეთოს აქცენტი. და სრულიად შესაძლებელია 16-ში ჩატარდეს და მეტიც ძალიან საინტერესოდ და მნიშვნელოვნად დაფიქსირდება ეს ხელისუფლებას ასე ვთქვათ სერიოზულ პლუსად ჩაეწერება ყველა თვალსაზრისით. როგორც ქვეყნისში, ესე ქვეყნის ჩვენ სასწორზე დავდებთ. ხელისუფლების პოზიციიდან რო შევხედოთ, აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციიდან არის ეს პლუსი თავისი, აი რაც თქვენ ახსენეთ, თავისი ყველა ასე ვთქვათ დადებითი მხარით საპირწონე იმისა, რომ ხელისუფლებამ რისკის ქვეშ დააყენოს უმრავლესობის დაკარგვა პარლამენტში. არ მგონია რომ ეს პროპორციული წესით ხო მაგრამ მე არ მგონია რომ ეს ასე ერთმნიშვნელოვნად ერთმანეთს შეეფარდება, იმიტომ რომ როდესაც შენ გავა დემოკრატიის მიმართ ნაბიჯს, მოდით თუ საარჩევნო კონტექსტში ვსაუბრობთ და მე არ ვაპირებ ამას დეტალურად, მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, როდესაც შენ ნაბიჯს გადადგავ ასეთ ნაბიჯს, სადაც აჩვენებ რომ პირველი შენ არ გეშინია და მეორე შენ ხალხის და ხმას უსმენ და განსხვავებით ყველა ხელისუფლებიდან, რომელიც აქამდე ყოფილა საქართველოში, შენ მზად ხარ რომ პოლიტიკური პარტნიორი შენი ოპოზიცია
რომელიც შენ არ მოგწონს, რომელიც შენ გაკრიტიკებს, მაგრამ მზად ხარ რომ მასთან შეათანხმო მომავალი თამაშის წესები. ეს მე მგონი ძალიან ძლიერად აჩვენებს მართლ გუნდს და აღარ მინდა ამ სიმწყეში წასვლა, მაგრამ მე ამ მგონია რომ ეს ხმებს და აკლებს მართლ კონტექსტს პირიქით. ბატონო პრეზიდენტო, პოლიტიკურ კონტექსტზე, პოლიტიკურ სისტემაზე მინდა გკითხოთ. ძალიან საინტერესოდ გამითადა მოვლენები თუ ჩვენ ერთ სიმწყეში შევხედავთ და როგორ პირველი ჩვენ მუდმივად ვამბობდით მათ შორის ის ადამიანები ვინც ვიყავით არასამთავრობო სექტორის წინა ხელისუფლების დროს, იმის წინა ხელისუფლების დროს რომ თუ არ გამოჩნდება ქვეყანაში ხელისუფლება, რომელიც შეეწირება ზვარაკად. აი რომელიც სიტყვის ქვეყანას ჭირდებოდა რომ მე მოვედი ხელისუფლებაში და მე უნდა წავიდე ხელისუფლებიდან, იმიტომ ეს იყო მაშინ უნიშნელოვანესი პოლიტიკური სისტემისთვის. ნახეთ, მაშინ შემდეგ, როდესაც მოვიდა ქართული ოცნება, ეს ნაბიჯი გადაიდგა პერსონიფიცირებულად. თვითონ პერსონა ბიძინა ივანიშვილი გადავიდა პოლიტიკაში, თუმცა ბევრი განცხადება კეთება ჩილოულმა არაფორმალურ მმართველობაზე და ეს კიდეც ალკე თემაა და ახლა თქვათ იგივე ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა და აქაც ბევრი განცხადება კეთდებოდა. არის ეს საკმარისი? არის ეს საკმარისი თუ თვითონ პოლიტიკურმა ძალამ უნდა აიღოს პასუხისგებლობა წასვლის? ზოგადად აი თქვენ როგორ უყურებთ ამ მოვლენას? მე მგონია რომ საკითხი წასვლის თაობაზე ძალიან აქტუალურად იდგა სწორედ ნაციონალური მოძრაობასთან მიმართებაში, ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით. მე არ მგონია რომ დღეს საქართველოს დემოკრატიულობა იგივე რეჟიმით, ასე ვთქვათ, იზომება, რომ აი ისე როგორც მაშინ თუ გახსოვთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან ნათლად პირდაპირ ამბობდნენ, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება. ხო, ეს იყო დაფიქსირებული ძალიან ნათლად, იმიტომ რომ ყველას ესმოდა, რომ მაშინ ნაციონალური მოძრაობა უკვე ხელისუფლებას ინარჩუნებდა ყველა საშუალებით და დემოკრატიული რეფორმები აქედან გამომდინარე შეაჩერა. დღეს ასე საკითხი არ დგას, რომ ქართული დემოკრატიის მომავალი უდრის ხელისუფლების ცვლილებას. არა, ასე არ დგას. მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ მართლაც როგორც თქვენ ბრძანებთ, უნდა გავაღმაოთ მაინც დემოკრატიული რეფორმები. აქ არ არის ლაპარაკი ხელისუფლების ცვლილებაზე. დღეს უკვე ლაპარაკი არის დემოკრატიის გაღმავებაზე. და მიზანიც დღეს ის კი არ არის რომ რომელიღაცა პოლიტიკური პარტია ასე თქვა ძალიდან გავიდეს და სხვა პოლიტიკური პარტია შემოვიდეს ხელისუფლებაში. დღეს მიზანი სხვა რამეშია. დღეს მიზანი არის რომ ქართველ ამომრჩეველს არ კონდეს კლასიკური უკვე ჩვენ შემთხვევაში კლასიკურად ჩამოყალიბებული ცუდსა და უარეს შორის არჩევანი. ანუ ის ორპოლუსიანი სისტემა, სადაც ერთი იყო გადამრჩენელი და მეორე იყო დამანგრეველი და დამანგრეველი უნდა შეეცვალა გადამრჩენელს, მერე გადამრჩენელი და ეს როლები იცვლებოდა და შავი და თეთრ შორის იყო საუბარი. აი ეს სისტემა უნდა გადავიდეს უფრო გაშლილ, უფრო ევროპულ სისტემაში და ეს ნათლად ასახავს დემოკრატიულ პროცესს. ჩვენს ვთანხმდებით თვითონ ყველა რომ სამყარო არ არის შავ-თეთრი, სამყაროში არსებობს ფერები. განსაკუთრებით ქართველები ვთანხმდებით ამაზე. გამომდინარე თუნდაც ჩვენი კულტურის მრავალფეროვნებიდან, გამომდინარე ჩვენი ბუნების მრავალფეროვნებიდან, ამდენი ტიპაჟი ვართ საქართველოში, კახელი, გურული, ასე ვთქვათ, აჭარელი, სვანი, რამდენად მრავალფეროვნები ვართ. ჩვენ ხო შავ-თეთრი არა ვართ, ჩვენ ხო არა ვართ ერთიანი. აი ეს თვითონ ფაქტი, რომ სპექტრი არის რეალურად. და ამ სპექტრიდან ჩვენ უნდა გქონდეს ასარჩევი, ცუდსა და უარეს შორის კი არა, ის მოვინდომოთ ზუსტად, რომელიც ჩვენს ინტერესებს აკმაყოფილებს. აი ეს არის დღეს მიზანი. ჩვენ უნდა დავინახოთ პარლამენტი არა შავ-თეთრი, არა ასე ვთქვათ, გადამრჩენლები და დამანგრეველები, არამედ ჩვენ უნდა დავინახოთ პარლამენტში ის დეპუტატები, ვინც ჩვენ პოზიციას გამოხატავს. უკვე სპეციფიურად. უგმესმალობა და მორიგი კითხვა ამ კონტექსტში გავაგზავნებ. მე მახსოვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დაუსვი ასეთი კითხვა. და მე სიმართლე გითხრათ, ვერ მივიღე მაშინ ამომწურავი პასუხი. დღეს საინტერესოა თქვენი პოზიცია, თქვენი მოსაზრება ამ საკითხზე. როდესაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში, მან მოაგვარა პირველი რიგის პრობლემები. აი, კრიმინალთა ბრძოლა, ინფრასტრუქტურული პრობლემები. რაც პირველ და დაწუხებდა საზოგადოებას. ამის ფასი შემდეგ, ამ პირველის ფასი მივიღეთ ბიზნესზე ზეწოლა, მედიაზე ზეწოლა, ადამიანის უფლებების ნაციონალურ მოძრაობა რაც მოაგვარა სამწუხაროდ მოაგვარა იმის ხარჯზე რომ ადამიანის უფლებები ირღვეო და ფასი იყო. მოდი ეს ფასი არა, მაგას ბოლომდე ვერ დაგითანხმებით, რამდენად ეს იმის ფასი იყო.
ეს ასე ვთქვათ, ესე გააკეთეს თუ ესე დაემართათ, მე ვერ გეტყვით, ვერ დაგეთახოთ. შედეგი ხო ასეთი იყო. შედეგი ეგეთი იყო, მაგრამ მე არ ამგონია რომ ეს სავალდებულო იყო, რომ ეს შედეგი. ნუ გასა ეს კიდევ ცალკეთ რომ შედეგი იყო ასეთი. ფაქტი იყო ასეთი. კი ბატონო. დღეს მე ზუსტად ეს ვკითხე მაშინ ბიძინაევანში, როდესაც მოვიდა ქართული ოცნება, მან მაშინვე მოაგვარა პირველი რიგის პრობლემები. მედიაზე ზეწოლა და მედია გათავისუფლდა და მე აგებზე ვარ იმ მდგომარ, თუმცა ბოლო დროინდელი განვითარებული მოვლენები და ეჭვები ჩვენ ვიცით და მაშინ ასევე გათავისუფლდა ბიზნესი, ხო, ბიზნესზე ზეწოლა მოიხსნა. რა აი ამ პირველი რიგის პრობლემები, რომელიც მოაგვარა ქართულმა ოცნებამ, თქვენ როგორ ხედავთ, რა არის დღეს ამის ფასი? მე ზუსტად ეს ვკითხე, არის არა ეფექტური მართლობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რა არის ამის ფასი? რა შეიძლება იყოს ისაც თქვენ არ მოგწუნდეთ? რომ ამ ფასს ნება მომეცით ამ დისკუსიაში, რომელიც რეალურად უნდა განვიხილო ერთ-ერთი ასე ვთქვათ პოლიტიკური კოალიცია და მათი მმართველობა ამ დისკუსიაში არ შემოყვეთ, მე მინდა გითხრათ, რომ ის რა იყო ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი ნამდვილად იყო ასე ვთქვათ მეტი დემოკრატია, უფრო გახსნილი და ლიბერალური სისტემა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა. მნიშვნელოვან წილად ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა რაღაცები თუმცა რა არის ამას ფასი ამას ახალ პრემიერთან ურთიერთობაზე მინდა თქვენ გააკეთეთ განცხადება რომ მე მქონდა სურვილიო ირაკლისთან უფრო ახლო კომუნიკაციის თუმცა ეს ვერ მოხერხდა და დღეს არის ახალი პრემიერი თქვენ როგორ ფიქრობთ შეიძლება რამე უკეთესობისკენ გექნებათ უფრო ახალი კომუნიკაცია ინსტიტუტებს შორის უფრო დაალაგებული იმიტომ ჩვენ გვახსოვს თქვა თქვენი ვიზიტი და მაშინ პრემიერის ვიზიტი ერთობლივი გვახსოვს თქვა რაღაც ისეთი ცოტა უხერხული სიტუაციებიც რაც თქვენ შორის ხდებოდა თქვენ როგორ უყურებთ ამ მოვლენას ეს იქნება უფრო ეფექტური თუ შეიძლება პროცესი გაგრძელდეს ისე როგორც იყო იცით რა მე იმედი მაქვს რომ იქნება უფრო ეფექტური თან იმედი გაგაძლევთ ამ იმედის მარტივი ლოგიკური ლოგიკა და მარტივი პოლიტიკის კანონები პირველი რომ ეფექტური თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ელემენტარულად ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა. რატომ შენ მაგალითად არასრულებ იმ ვალდებულებას, რომელსაც კონსტიტუცია ასე ვთქვათ, კონსტიტუცია გავალებს, ამას რაღაც ახსნა უნდა გქონდეს. მე ახსნას ვერ ხედავდი. დღესაც ვერ ხედავ, რატომ შეიძლება იყოს არა, მე ნამდვილად არ ვიცი და მე ბატონი ირაკლის არ განვიხილავ და ნამდვილად არ ვიცი და ამდენი ასე ვთქვათ არ ვიცი რა იყო მიზეზი. ოღონდ მე მინდა გითხრათ, რომ პირველი რომ სახელმწიფოს ეფექტურ ფუნქციონირებას ნამდვილად სჭირდება უნიშნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტების პრეზიდენტის პარლამენტის და იმის აქვია აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა ეს უბრალოდ ეფექტურობას შეუწყობს ხელს ეს ერთი და მეორე პოლიტიკურადაც მომგებიანი. მე არ ამგონია რომ არსებულ ასე ვთქვათ 2 წლიან მე ამას დაძაბულობასაც არ დავარქმევდი რაღაცა სიცივეში თუ გაუწყობაში რაიმენაირად მოიგო ან რომელიმე მხარემ ან ასე ვთქვათ რაიმენაირად მოიგო თქვენ გაქვთ იმედი რომ უკეთესო მე იმედი პოლიტიკური ლოგიკიდანაც გამომდინარე ან თუ შევხედავთ რომ ამ პროცესმა არანაირი პოზიტივი არ მოუტანა არც პროცესს და არც პოლიტიკურ აქტორებს მე ლოგიკურად მგონია რომ ეს პროცესი ჩვენ პოლიტიკურ სისტემაზე ვსაუბრობდით და თქვენ აი ბევრჯერ ახსენეთ ამ ჩვენ საუბარში დემოკრატიის გაღრმავება, სტანდარტის მაღლაც, ანუ თითქმის მთელი თქვენი საუბარი აზეთ საუბრობთ ამ კონტექსტზე ემსახურება. მოდით მაშინ აქვე ეკითხავთ კონსტიტუცია და ჩვენ ვიცით ის კონსტიტუციური მოდელი იყო წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი და დაწერილი და გარკვეულწილად იყო ეჭვები რომ ისინი არ აპირებდნენ წასვლას და გარკვეულწილად ირგებდნენ საკუთარ თავზე ამ მოდელს. ყოველ შემთხვევაში შეიცვალა ხელისუფლება თქვენ გახდით საქართველოს პრეზიდენტი. ნუ დღეს გვაქვს სურათი, აი რიგითი მოქალაქეებში ჩვენი მაყურების თვალით შევხედოთ ამ სურათს. დღეს თქვენ ხართ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ადამიანი, რომელიც პირდაპირ წესით არის არჩეული, საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი, თუმცა თქვენი ფუნქციები კონსტიტუციურად, ნავით ჩემ შეხედულებას არ ვარ კონსტიტუციალისტი, მაინც სასწორზე თუ დავდოთ არ არის იმ ლეგიტიმაციის შესატყვისი. ანუ შედარებით უფრო მცირეა, ვიდრე თქვენ გაქვთ ლეგიტიმაცია. მოდით ასე შევხვდეთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეთი კონსტიტუციური მოდელი, რომელიც აყალიბებს პოლიტიკურ სისტემას, იძლევა განვითარების შესაძლებლობას? ჩვენ ხო სულ ვცვლით კონსტიტუციას ყველა ხელისუფლების დროს. სულ ხომ ახლიდან ვიწყებთ, აი ის არ ვარგო და მოდი დღეს დავიწყოთ ახლიდან. და ვერ ხდება პოლიტიკური სოციალიზაცია. ადამიანები ვერ ახერხებენ რომ იყვნენ
სოციალური აქტიურები შეითვისონ, განვითარდნენ, გაიზარდონ და გახდნენ ამ სისტემის ნაწილი. სისტემა ვერ ვითარდება. თქვენ როგორ თვლით, დღევანდელი კონსტიტუციური სისტემა იძლევა განვითარების შესაძლებლობას, იძლევა რომ პოლიტიკური სუბიექტები სოციალიზაცია მოხდეს ამ სისტემაში. თუ მაინც დაგვჭირდება იცით რა შესაქმე ხა აბსურდი იქნება რომ არ დაგეთანხმოთ რომ უკეთესი შესაძლებელია. უკეთესი ყოველთვის შესაძლებელია. და არსებული მოდელის ასე ვთქვათ განვითარებაც შეიძლება. ან აი როგორ არა აი მან მინდა ზუსტად გავაკეთო თავარი პოზიცია მან დავაფიქსირო. უკეთესის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია და ვერასდროს ვერ იტყვი რომ იდეალური დოკუმენტის შექმენი იქნება ეს კონსტიტუცია თუ კანონი თუ ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, რაც თქვენ ბრძანეთ რომ წინა ხელისუფლების ასე ვთქვათ რაღაცა ისინი იყო რაღაცა ხაფანგებივით იყო ჩადებული ამ კონსტიტუციაში, რომელიც ამოქმედდა მანამდეც კი არა, როდესაც მაგალითად სააკაშვილი ერთი წელიწადი კოჰაბიტაციის რეჟიმში იყო. არამედ მერე ინაუგურაციის დროს. რა თქმა უნდა უკეთესი შესაძლებელია, მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ყველამ, იქნება ეს პრეზიდენტი, იქნება ეს დეპუტატი, იქნება ეს საკრებულოს წევრი თუ რიგითი ამომრჩეველი, ვისწავლოთ თამაშის წესების პატივისცემა. ხოდა მე შემიძლია დღეს დაგეთანხმოთ და გითხრათ რომ როგორც დაუშვათ მართლაც პირდაპირ არჩევნებით არჩეულ პოლიტიკურ პირს ბევრად უფრო მეტი რაღაცა უფლებები შეიძლება მინდოდეს, მაგრამ ეს არ იქნება სწორი. ამერიკის კონსტიტუცია დაიწერა წინა საუკუნეში. რამდენად წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ეს იგი ბატის ფრთით რო იწერებოდა ტექსტი, ის იყოს ადეკვატური დღეს კოსმიური ეპოქისათვის. საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე მოხდა. იმიტომ არა, იმიტომ რომ მათ ისინი ერთგული არიან ამ დოკუმენტის. სწორედ იმიტომ რაც თქვენ ბრძანეთ, ისინი ამას ყოველ დღე არ ცვლიან. სულ 22 თუ 27 შესწორება არის შესული იმ დღიდან. ჩვენ კიდე მუდმივად ვამბობთ, უიმე ეს კონსტიტუცია უკეთესი შეიძლება იყოს. მე შემიძლია ვთქვა, რომ უკეთესი შეიძლება იყოს, მაგრამ მე მირჩევნია, რაც არის. აი იმის ერთგული ვიყო და იმ თამაშის წესებით ვითამაშო, ვიდრე მუდმივად ვცვლიდე რაღაცას. იმიტომაც ამერიკის კონსტიტუცია, რომელიც ამდენი ხნის წინ დაწერილია, დღესაც აქტუალურია. იძლევა ეს მოდელი ამის შესაძლებლობას. ყველა მოდელი იძლევა შესაძლებლობას. როგორ აი წარმოიდგინეთ, მე თქვენ გისვავთ კითხვას, ამერიკის კონსტიტუცია, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დოკუმენტი. როგორ შეიძლება ბატის ფრთით დაწერილი დოკუმენტი დღეს იყოს უფრო ადეკვატური, ვიდრე გუშინ წინ თუნდაც ნაციონალური მოძრაობის მიერ დაწერილი კონსტიტუცია. თუმცა ძალთა გადანაწილება რო ვაკვირდებით, საბჭო, როდესაც ხელისუფლების რამდენიმე შტო ერთმანეთს აბალანსებს, იქ ბევრად ადეკვატურია, როდესაც ხელისუფლების შტოები ერთმანეთს აბალანსებს, ვიდრე ჩვენ შემთხვევაში. ნუ თავარი კონსტიტუციის ალბათ ეს არის მაინც, როდესაც ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის არის ადეკვატური. ადეკვატურია. იცით რა, ჩვენ თუ ვისწავლეთ არსებულის ჩვენივე მიერ შექმნილი წესების პატივისცემას, ესეც ადეკვატური იქნება. ჩვენ დღეს არა გვაქვს ბალანსი და ჩვენ არა გვაქვს შემთხვევები, როდესაც ხდება ასე ვთქვათ ძალთა მიერ ერთმანეთის დაბალანსება. კი ბატონო, აგე ზუსტად მაგალითს მოგიტანთ, კი ბატონო, ვეტო. მე ვარ ქართული ოცნების გუნდთან ერთად, როგორც 2012 წელს, ისევე უკვე 2013 წელს ამ გუნდის მხარდაჭერილი პრეზიდენტი. ხო? როდესაც მე არ მომეწონა ის რაც ხდება, მე გულწრფელად ავიღე და რამდენჯერმე გამოვიყენო ვეტოს უფლება. რა თქმა უნდა, ამან გააღიზიანა ჩემი დაუშვათ კოლეგები ქართულ ოცნებაში. მაგრამ მე რა აქ ხო იმუშავა ძალთა ბალანსი. მე ის რომ ვეტო დაიძლია, ეს ასე ვთქვათ, მეორადი თემა. ნახეთ, აი მაგალითად გაგახსენებთ ბანკის კანონს. ეროვნული ბანკის შესახებ. ამაზეც მექნება კითხვა. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია ამ მაგალითზე შეხედოთ. შეხედეთ, მუშაობს თუ არა ეს კონსტიტუცია? მე დავადე ვეტო ამ კანონს, იმიტომ რომ მე მიმაჩნია და დღესაც მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკის ასე ვთქვათ, დაშლა და შესუსტება არის არასწორი ნაბიჯი. იყო ამაზე ასე ვთქვათ, ემოციური, ჩვენ ხო ქართველები ძალიან ემოციური ხალხია და თანაც ენაკვიმატი, ხო? და ეს ემოციური დამოკიდებულება იყო ამასთან, თუმცა პოლიტიკური კრიტიკა და არგუმენტაცია არ იყო. დაძლიეს ვეტო. ესეც მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური პროცესია. და ვეტო, დაიძლია ვეტო, მაგრამ ნახეთ შემდეგ რა მოხდა. უკვე საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა იმ ინსტიტუტის ფუნქციონირება. აი, აქ ჩვენ ხედავთ უკვე რომ სხვადასხვა შტოები, საკონსტიტუციო სასამართლო, სასამართლო სისტემა, პრეზიდენტის ინსტიტუტი, პარლამენტი, აღმასრულებელი
თუმცა მე მაინც თქვენი ფუნქციები არ არის ადეკვატური და შეიძლება მე მაგას ამას კი არ განვიხილავ გეთანხმებით ყოველთვის შეიძლება უკეთესი მაგრამ თავარია რომ არსებული თამაშის წესებით ითამაშო პოლიტიკაში ეროვნულ ბანკზე მინდა კითხოთ თქვით ეროვნულ ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატზე რომ არასამთავრობო სექტორს მოუწოდეთ რომ მოხდეს შერჩევა გარკვეულწილად და წარმოდგენა ამ ნაწილში თქვენი თანამშრომლები ხელისუფლებასთან და როგორ წარმოგიდგენიათ რამდენად რა როლი შეიძლება ეკავოს თქვენ როგორი შეიძლება იყოს თქვენი და ხელისუფლების თანამშრომლობა ამ ნაწილში იცით რა შეა საქმე და როგორი უნდა იყოს ეს კანდიდატი ძალიან საინტერესოა პირველ რიგში მე მინდა ვთქვა რომ ის როგორც ახლა შეირჩევა ეროვნული ბანკის კანდიდატი ეს არის უკვე ის სტანდარტი რომელიც მე და ჩემმა კოლეგებმა დავნერგეთ ეს არის ღია გახსნილი დისკუსია და დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ დარგის ექსპერტებთან არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმისთვის რომ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ კანდიდატურებს ეს უკვე არაერთხელ მომხდარა სხვადასხვა თანამდებობთან მიმართებაში მათ შორის ეს კარი ყოველთვის ღია იყო როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ასევე საკანონმდებლო პოლიტიკური ძალებისთვის რომელიც არიან საკანონმდებლო ხელისუფლებაში მე გაგახსენებთ ეს ასეთივე ძალიან აქტიური დისკუსიები ჩვენ გქონდა როდესაც ვირჩევდით უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს. მაშინაც ძალიან ღია იყო ეს დიალოგი და ეს დისკუსია ღია იყო. ხელისუფლების როლი როგორი იქნება? ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია ღია კარში რამდენად აქტიურად შემოვა. პირველი შეთავაზება თქვენ მათ არ გაუგზავნეთ თქვენ სამოქალაქო სექტორს. არა, ეს ღია შეთავაზებაა ყველას მიმართ. პირველი შეთავაზება რატო უნდა გააგზავნო? როდესაც შენ აცხადებ ღია კონკურსს და შენ ამბობ რომ ყველა ვისაც პოზიცია გაქვთ მობძანდით ეს ასე იყო წინა ბანკის იმასთან კანდიდატურასთან მიმართებაში. ეს არის ღია კარი, ასე რომ ღია კარში ვინ რამდენად აქტიურად შემოგზანდება ეს მათი გადასაწყვეტია. გასაგებია. ბატონ პრეზიდენტ, ჩვენ ვართ კახეთში და მინდა უბრალოდ კიდევ იმ პრობლემებზე თორემ აწუხებს სოფლის მოსახლეობას, რომ ხშირად არის საუბრები და ესეც მე მინდა ეს საკითხი განვიხილოთ პოლიტიკური სისტემის ჭრილში ზუსტად, რომ აი სოფლის განვითარება, გარკვეულწილად კანონები, ფაქტობრივად მაღალმთიან სოფლებთან დაკავშირებით და რაღაც ტიპის ცვლილებები. თუმცა თქვენ როგორ ხედავთ რეალურად სოფლის განვითარების რაღაც რეფორმას? იმიტომ რომ სოფელი ძალიან მძიმე მდგომარეობა ამკუთ, აი მაგალითად სტატის მონაცემებით ბოლო 12 წელიწადში თქვა 200,000 არის შემცირებული კახეთის მოსახლეობა, ხო? თითქმის ცოტა და ნახევარს უტოლდება. ანუ ძალიან რეალური პრობლემები დგა მიგრაციის კუთხით სოფელში. მეორე მთავარი პრობლემები დასაქმების პრობლემა, რაზეც ვსაუბრობ, ინფრასტრუქტურის პრობლემა ამ ადამიანებსაც აწუხებს და კიდევ სოფლის მეურნეობაც, რომელიც არის არაპროგნოზირებადი. მე მინდა ამ თემას ორ ნაწილად გავყოვდი, ერთი სოფლის მეურნეობას და ამ ნაწილში მექნება კითხვა და მეორე სოფლის განვითარებას. განსაკუთრებით მოდი მე ახაც ვიტყვი, განსაკუთრებით რაც უფრო პატარაა სისტემა, უფრო კარგად ჩანს, ხო ის რაღაც ხინჯები რაც არსებობს. განსაკუთრებით ეს კარგად ჩანს სოფელში, როდესაც გარკვეულწილად მაინც რჩება ფასადური მართლობის ელემენტები და ამას რატო ვამბობდი? აი მაგალითისთვის ვამბობ, რომ ყავს პირდაპირ წესდარჩეული გამგებლები, რომელსაც აქვს მაღალი ლეგიტიმაცია, თუმცა არ აქვს ფინანსური რესურსები, ანუ ძირითადად 80% და მეტი დამოკიდებულია სახელმწიფო სუბსიდიებზე, ხო? შესაბამისად, ეფექტურობა ამ პირდაპირ არჩევნების პირდაპირ არ აისახება, ანუ არ გადადის, არ რეალიზდება, ამის რეალიზაცია პირდაპირ ხდება, მაშინ რა საჭიროა მოდელი, რომლის რეალიზაციაზე ხდება, ეს ერთი საკითხი და მეორე საკითხი, უმუშევრობა, ხო? აი ეს რეალური სამუშაო ადგილები დაიწყო, თქვა, ქარხნების იყო საწარმოების შექმნა თუ არა, თუმცა ეს არ იყო ქარხანა და ასე შემდეგ. ანუ რეალური დასაქმების ადგილები ვერ ხდება. როგორია თქვენი ხედვა? როგორ უნდა მიუდგეთ ჩვენ სოფელს? რომ ადამიანებმა დაგეგმონ, უნდათ კი სოფელში ცხოვრება. მე ხომ აი ხშირად როგორც საკითხზე მაქვს, უფრო დეტალიზაციას გავაკეთებდი ამის. მაგალითად, წყლის პრობლემა, რომელიც არსებობს გურჯაანში, მათ შორის და სხვა რაიონებში. და ხშირად ვეუბნები ადგილობრივ ხელისუფლებას, გამგებლებს, რომ აი ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს შესწავლა. და თქვათ, რომ რაღაც 2030 წლისთვის მაგალითად სრულად იქნება მოგვარებული და ეტაპობრივად ეს ასე მოხდება. რომ მე ვიცოდე 2030 წელს მინდა თუ არა სოფელში ცხოვრება. ანუ დავგეგმო არ არის მხოლოდ მოგვარებაზე საკითხი, ხომ ხვდებით რას გულისხმობ, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ეს თემა? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც დაიბადა დედაქალაქში, მთელი ჩემი ცხოვრება ცხოვრობდი მთაწმინდაზე და ქალაქის ცენტრში და რომელმაც არჩია, რომ იცხოვროს სოფელში, დუშეთი მთლად სოფელი არ არის, რაიონული ცენტრია, მაგრამ რო ყოველ შემთხვევაში. და არა მარტო მე, სხვათა შორის, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, აი ფაქტიურად
ჩემი უბნელები ვინც იყვნენ ძალიან ბევრი ადამიანი ვისთანაც ერთად გავიზარდე ისინი წავიდნენ სხვადასხვა სოფლებში გადანაწილდნენ ქალაქის ირგვლივ მაგრამ გადანაწილდნენ და მათი ცხოვრების სტილი არის ასე ვთქვათ ურთიერთობა არაურბანული ხო რასაც მოაქვს თავისი მათთვის მნიშვნელოვანი და ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტი რომ შემიძლია მიწაზე ვიმუშაო შემიძლია სხვა ჰაერით ვისუნთქო და ჩემი მეგობრების ფაქტიურად ყველა რეალურად მე ხომ დაწმინდაზე ბევრს აღარ ვიცნობ არავის იმიტომ რომ ყველანი არიან ზოგი კიკეთში ზოგი ოქროყანაში ზოგი წაუკისში და ასე შემდეგ ხო და ამიტომ სოფელი არაურბანული ცხოვრება არამედ ასე ვთქვათ სოფელში ცხოვრებას ძალიან დიდი ხიბლი აქვს რომელიც ჩემმა თაობამ სხვა ჩვენს ძალიან კარგად გაითავისა მე და გავიდა ქალაქში შემოსავა. ახლა გადავიდეთ მეორეზე. სოფლის მეურნეობის დაგეგმვა ცალკე და არა რეალურად ქვეყნის განვითარების დაგეგმა მე არ მიმაჩნია სწორი. ეს არის ერთიანი პროცესი. ცალკე სოფელს ვერ დაგეგმავ, ცალკე მაღალმთას ვერ დაგეგმავ, თუ არ დაგეგმე მთლიანად ქვეყნის განვითარების ხედვა არ გაქვს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ნახეთ როგორი ვითარება გვაქვს, ჩვენ გვაქვს სოფლად მაცხოვრებელი 50% მოსახლეობის, რომელიც სოფლად ცხოვრობს და გარკვეულწილად სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული და მათი ეფექტურობა და მათ მიერ მთლიან შიდა პროდუქტში შეტანილი, ასე ვთქვათ, დოვლათის შექმნაში შეტანილი წვლილი არის ბევრად დაბალი, დაახლოებით 9%. წარმოგიდგენთ, მოსახლეობის 50% ჩვენ შემთხვევაში ქმნის დოვლათის 9%-ს, რაც თავისთავად არაადეკვატურია და რაც თავისთავად რაღაცნაირად უნდა შეიცვალოს. კიდევ ერთხელ, ცალკე ვერ ვიფიქრებთ სოფელზე, უნდა ვიფიქროთ ერთიან სისტემაში. და ეს ერთიანი სისტემა რისკენ, ასე ვთქვათ, დაგეგმვის თვალსაზრისით, მე არ ვლაპარაკობ კონკრეტულად გასატარებელ ღონისძიებებს, მაგრამ დაგეგმვის თვალსაზრისით რომ შევხედოთ. პირველი, ნამდვილად უნდა ამაღლდეს სოფლის მეურნეობის ეფექტურობა და სოფლის მეურნეობის წილი მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში, რაც გულისხმობს იმას, რომ სოფლად უნდა გაჩნდეს აგრარული ბიზნესი. ანუ ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ ასე ვთქვათ თვითგამოკვების საშუალება. დღეს, როდესაც ქვეყანას ეკონომიკურად უჭირს, გასაგებია, რომ თვითგამოკვების საშუალებაც კარგია, მაგრამ დაგეგმვის თვალსაზრისით სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ბიზნესი. სოფლის მეურნეობა იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა გახდეს ბიზნესი, იგი ასე ვთქვათ სახლის ირგვლივ არსებულ ნაკვეთებს უნდა ასე ვთქვათ გაექცეს და ბევრად დიდი უნდა იყოს თვითონ სოფლის მეურნეობის მოცულობა. ეს კეთდება ორი გზით. ან მიწის ბაზარი ყალიბდება და ასე ვთქვათ, მიწის კონსოლიდაცია ხდება. ჩვენ ვიცით, რომ პრივატიზაციის სხვადასხვა ეტაპებზე, აი ნებისმიერი ოჯახი დაუშვათ, რომ არ ვიცი, გავიდეთ ურჯაანში ან ყვარელში ან არ ვიცი, დუშეთში, ნახავთ, რომ მიწა გააქვს, კი, იქ მაქვს 9 გექტარი, იქ მაქვს გექტარი 200, იქ მაქვს რაღაცა 800 კვადრატი. ეს ხო წარმოუდგენელია რეალურად, ეხლა შენ რო ირბინო და თოხი ჯერ ერთგან მიხვიდე, მეორეგან მიხვიდე, მესამე არარენტაბელური. უნდა გამსხვილდეს მიწა. მიწის გამსხვილება ხდება ან დავუშვათ მიწის ბაზრით და ვიღაცა დავუშვათ ბიზნესი შემოდის და ამას ყიდულობს, ან მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, სამწუხაროდ ჩვენში ცუდად არსებული, მაგრამ ევროპაში არსებული კოოპერაციის სისტემა. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის რაც ჩვენ გვახსოვს ცუდად და გგონია რომ კოოპერატივი ეს არის ეს არა ქვია კალხოზი. ეს ასე არ არის რეალურად. ის რაც იყო კომუნისტების დროს და რაც გააკეთეს, როდესაც ყველა შეყარეს ერთად ამ კალხოზებში, ეს სხვა არის. კოოპერატივი რეალურად ეს არის თანამოაზრეთა გაერთიანება იმისთვის, რომ გაამსხვილონ თავის წარმოება და ამ გაერთიანების შედეგად ბიზნესად ჩამოყალიბებული სოფლის მეურნეობა. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მუშაობს ასე ვთქვათ ევროპულ და ამერიკულ სისტემაში. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის განათლების შემოტანა და ტექნოლოგიების შემოტანა. მე ვიცი რომ აქტიურად დაიწყო და სხვა ჩვენს ეს მოხდა მაშინ, როდესაც ქართული ოცნება და ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, როდესაც ჩვენ გავიხედეთ სოფლისკენ, იმიტომ რომ ძალიან მივიწყებული იყო სოფელი და ძალიან მივიწყებული იყო სოფლის მეურნეობა, მაგრამ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა მაშინ დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს უკვე აქტიურად, რომ არის MTS-ების მსგავსი, ანუ ადგილი, სადაც შენ დავუშვათ არ გაქვს იმის სახსრები, რომ იყიდო ტრაქტორი, მაგრამ შეგიძლია იქირავ. მესამე ეს არის განათლების შეტანა. ყველგან სოფლიოს ნებისმიერ წერტილში სოფლის მეურნეობა მიბმული არის განათლებაზე.
შეუძლებელია კი შეიძლება მენტალობა ესეთი გვაქვს ჩვენ რომ პაპა ჩემის კარტოფილს თესავდა და მეც დავთესავ კარტოფილს მაგრამ როგორც პაპა შენი შუა საუკუნეებში იმით თესავდა მაშინ რაღაც ურმით მაშინ არც ტრაქტორი არ გააკეთო არ შემოიტანო არც ახალი თესლი ჯიშები არ შემოიტანო და ასე შემდეგ განათლების შეტანა არის უმნიშვნელოვანესი მაგრამ ეს არის ცალკე სოფლის მეურნეობის თემატიკა რეალურად თუ ჩვენ არ შევხედავთ იმას გლობალური ეკონომიკურ ჭრილში საით მიდის საქართველოს სოფლის მეურნეობას ცალკე ვერ განვანვითარებთ და გლობალურად საქართველოს განვითარება გულისხმობს ჩვენს გეოპოლიტიკურ როლს რომელიც გვაქვს ამ რეგიონში ანუ ეს არის სატრანზიტო ფუნქცია მაგრამ არა მარტო ის რომ საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს ტრასამ არა მარტო ის რომ გაიაროს რკინიგზამ რომ იყოს პორტები არამედ ის ძალიან დიდი პოტენციალი რომელიც დაკავშირებულია ლოჯისტიკასთან ანუ ტვირთების მენეჯმენტთან და დამატებითი ღირებულების შეძენასთან ამ ტვირთებისთვის რომელიც მოძრაობს და იმოძრაებს კიდევ უფრო ინტენსიურად აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ პირიქით ეს რას გულისხმობს ეს გულისხმობს იმას რომ მთელი აი ესე თქვა ჩვენ ქვეყანასო შევხედოთ და აი სატრანზიტო ფუნქციას რომელიც ასე კარგად არის მორგებული ჩვენ ქვეყანას ხო ესე თქვა მთები შუაში არის ეს ძირითადი არტერია და ტრასა აი ეს რეალურად ეს ტრასა როგორც პორტები ასევე თვითონ ამ ტრასის ირგვლივ იძლევა შესაძლებლობას რომ ჩვენ აქ ამ ტვირთების ლოჯისტიკური პუნქტები და ლოჯისტიკური მენეჯმენტი განვახორციელოთ რაც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს ეხლა ეს რას ნიშნავს ეს ნიშნავს იმას რომ მოსახლეობა უფრო ურბანული გახდება მაგრამ არა მარტო თბილისში აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ შეიძლება შენ გქონდეს 1.5 მილიონი ქალაქი როგორც მთავარი და მეორე უკვე ასე ვთქვათ იყოს 100,000-იანი ქალაქი ითვლებოდეს დიდად ეკონომიკურად შესაძლებელია ეს მაგრამ ჩვენთვისვე არ არის კარგი ჩვენთვისვე არ არის კარგი დემოგრაფიულად არ არის კარგი თორე ეკონომიკურად სხვა ჩვენს არის თეორიები რომელიც ამბობს რომ გადიდება ასე ვთქვათ ურბანული ცენტრების მომგებიანი მაგრამ იდეალში როგორ წარმოგვიდგენია ეს არის მცირე შედარებით მცირე ზომის ქალაქები სადაც აქტიურად უკვე მოსახლეობა არა სამუშაოდ წამოვა არა თბილისში არამედ დაუშვათ ამ ტრასის ირგვლივ რაც თავისთავად გულისხმობს იმას რომ ურბანული პროპორცია რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს 50 სოფელში ცხოვრობს და 50 ქალაქში ცხოვრობს შეიცვლება უფრო მეტი ადამიანი იქნება ქალაქში მაგრამ არა დედაქალაქში მაინც და მაინც არამედ გადანაწილებული ამ სამუშაო ადგილები როგორც ევროპაში არის დედაქალაქი არ არის ხოლმე ასე მოწყვეტილი სხვა ქალაქებს რაოდენობრივი თვალსაზრისით გადანაწილდება სხვადასხვა იმაში და ბუნებრივია სოფელშიც ეს ბიზნესის გაძლიერების მეტ შესაძლებლობას აბსოლუტურად და მინდა გადაცემის მიწურულს გარკვეულწილად მოდით ამ საკითხს შევხედოთ გლეხის პოზიციიდან ხო აი რიგი ჩვეულებრივი ფერმერის მცირე ფერმერის გლეხის პოზიციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ რამდენჯერ მიახსენეთ აი ამ თემაზე საუბრისას დაგეგმვა რომ აი დაგეგმვა და გეთანხმებით რომ 21 საუკუნეში განსაკუთრებით დაგეგმვის გარეშე რთულია ფაქტურად გამოიწვია წარმატება ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც არის დაგეგმვის პრობლემა აქაც იმიტომ რომ ადამიანებმა ვერ გააკეთეს არჩევანი გვიჭის არჩევანის გაკეთება მაგალითად დაიწყო ღვინის 2014 წელს და ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა იყო მაღალი ფასი ნუ ყურძენს რაღაც ფასი დაედო ვენახების ჩაკრა დაიწყეს და ჩვენ შეხვედრეთ სტატისტიკას რომ 15 წელს უკვე ფასი იყო დაბალი ცოტა ჩაბარების საკითხიც არ იყო ისე როგორც 2014-ში რუსეთის ბაზარი შემცირდა გარკვეულწილად იყო მოსაზრება 51%-ით და ადამიანები დადგენენ ისევ იგივე საკითხის წინაშე ჩვენ გვახსოვს რომ ხშირად აღშენებდნენ ვენახს ჭერდნენ ვენახს შემდეგ სიმინდი შემდეგ თხილი შემდეგ ვენახი შემდეგ ასე შემდეგ თუ ვერ დაგეგმე ვერც გახდები ტექნოლოგიურად წარმატებული ხო ვერ სპეციალიზირდები იმ დარგში და როგორ უნდა დაგეგმო თუ არ იცი რაზე იქნება მოთხოვნა თუ არ ვიცით რომ უნდა ვაწარმოოთ იყო არჩევანი სააკაშვილის დროს ჩვენ გვახსოვს რომ დიახ ევროპაში უნდა გავიტანოთ და გვინდა ეს სტანდარტი შემდეგ გავიდა რუსეთში სტანდარტის საკითხი მაინც დაიწია და ახლა რუსეთის ბაზარი შემცირდა ისევ სტანდარტს როგორ შეიძლება ის რეფორმები რაც ტარდება აი მცირე მიწიათა ხელში მნიშვნელოვანია მოიხსნა თუმცა არ არის გზელვადიანი ხო გზელვადიან შედეგს აი რაზეც თქვენ საუბრობდით მორგებული და გლეხს ვინ უთხრას იმათ რომ 1 ჰექტარიანი გლეხი ვერასოდეს ვერ გახდება ზოგადად რაღაც ბიზნესმენი მომგებიანი და ასე შემდეგ ხო ანუ პროგნოზირება იგივე კოოპერაციების სისტემა ახსენეთ აქაც მთელი რიგი პრობლემები დგა ერთი შიდა სამოქალაქო პრობლემა ნდობის და ასე შემდეგ თუმცა მეორე ტიპის პრობლემები დგა რომ რის გარშემო გავეთიანეთ როცა არ ვიცით რა ვაწარმოოთ და რა გავყიდოთ
რა გავიტანოთ, როგორ გავერთიანდეთ. კი ფორმალურად, ფასადურად, კი ბატონო, გრანს თუ მომცემ გავერთიანდები ან რაღაც, რა ვიცი, იაფსეს ან ტრაქტორს თუ მაჩუქებ, მაგრამ რა შედეგი. იმიტომ რომ ორივე ფაქტორია. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილა მისცათ ფული, ჩვენი სიუჟეტი იყო მოდის ავტომობილი. ნუ ყველა ღირდა მანქანა. ეს ორი ფაქტორია ცნობიერების და თვითონ სახელმწიფოსი. რამდენად ეფექტურია სახელმწიფო, რამდენად თავაზობს, არა ისეთ პროექტებს, რომ დღეს მოხანი რაღაც და აგერ 3 ლარიანი თუ 30 ლარიანი შავქიმიკატი, არამედ რამდენად თავაზობს ამ ადამიანებს ისეთ პროგრამებს, რომელიც ხვალ მოუტან შედეგს, ზეგ მოუტან შედეგს. თქვენ როგორ უყურებთ და უაღრესად რთული კითხვები დასვით თქვენ, იმიტომ რომ პასუხი ამ კითხვებზე დაუშვათ ბაზრის გათვლა და ასე ეს განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის ნაწილში. არის უაღრესად რთული. მართლა რთულია, იმიტომ რომ აი თუ ვადევნებთ თვალყურს, ხშირად ხდება ხოლმე ბაზრის რეაგირება რაღაცა პოლიტიკურ პროცესებზე, აქციების ფასი ავარდება და ეს ერთი წლის მასშტაბით რო გაითვალო, ძალიან რთულია ამის გათვლა. თუმცა აქედან გამომდინარე, ბუნებრივად ძალკე მდგომი ფერმერი ძნელად თუ გეტყვით, რომ იცით, აი მე დღეს გადავწყვიტე მოვიყვანო თხილი, იმიტომ რომ ფასი კარგია თურქეთის ბაზარზე, ასე ვთქვათ, ასე შემდეგ და ის იყოს წელს ჩაყარა, თხილი მოსავალს მისცემს, პირველ ნიშანს მისცემს 3 წელიწადში, ასე რომ ეხლა 3 წლის მასშტაბით ჩვენ დაგეგმა შეგვეძლოს, განსაკუთრებით ეს რთულია სოფლის მეურნეობაში. ასე რომ აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ არსებობს. მით უმეტეს როცა ლაპარაკია ღვინის ბაზარზე და როცა ლაპარაკია რომ რეალურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბაზარი ეს არის რუსეთის ბაზარი და რუსეთთან პოლიტიკური ვითარება მუდმივად ასე ვთქვათ სირთულეების წინაშე დგას. აქედან გამომდინარე, მოდით ასე შევხედოთ, ერთმნიშვნელოვნად სამ საკითხს ვერ გადავწყვეტს ვერავინ, მაგრამ შევხედოთ რანაირად შეგვიძლია ჩვენ ასე ვთქვათ რისკები შევამციროთ. ხელისუფლების რეფორმები გაკმაყოფილებთ? კი ბატონო, პირველი ეს არის რომ კოოპერაცია იყოს. იმიტომ რომ როდესაც შენ ზდი შენს ბიზნესის მოცულობას, დივერსიფიკაციის შესაძლებლობაც მეტი გაქვს და შესაბამისად არ ახარ მთლიანად მაგალითად ყურძენზე გადართული. შეგიძლია იქ რაღაცა დიფერენციაცია გააკეთო. ეს ერთი. ამიტომ დიდი ბიზნესი ყოველთვის უფრო გადარჩენადია ვიდრე მცირე. მეორე, ეს არის ხელისუფლების მიერ ხელშეწყობა და ინფორმაციის მიწოდება. ამისთვის განსახორციელებელია სწორედ ის, რაზეც მე თქვენ გესაუბრებოდით, ეს არის განათლების და ცოდნის შეტანა სოფლის მეურნეობაში. ეს ნიშნავს მაგალითად უნივერსიტეტები სადაც არის მაგალითად კოლეჯები, აი იმ ცენტრების ინფორმაციით მაქსიმალურად უზრუნველყოფა. ეს ინფორმაცია არის ახალი ჯიშების თაობაზე, ეს არის ის ინფორმაცია არის ბაზრების თაობაზე. ყველაფერი ეს უნდა იყოს არა თბილისში სადღაც, არამედ ეს უნდა იყოს აქ ადგილზე. ადგილზე უნდა იყოს. როდესაც ვლაპარაკობთ მაგალითად რომ თელავის უნივერსიტეტი, ხო, ერთ-ერთი ესე ვთქვათ, ცენტრი კახეთის განათლების, აი თელავის უნივერსიტეტში უნდა ვაძლიეროთ სოფლის მეურნეობის კათედრა და სოფლის მეურნეობის კათედრა მივაბად სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომელშიც ინფორმაციის დამუშავება იქნება და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა მუდმივად ინფორმაციას აწვდიდეს იმ პროფესორებს, იმ მასწავლებლებს, რომლებიც ამ კათედრაზე მუშაობენ. ამას ქვია ექსტენსია, ეს მუშაობს ყველგან, დაუშვათ ამერიკაში და ევროპაში. ამ თვალსაზრისით ძალიან გასაღმავებელი არის რეფორმა. არ არსებობს სოფლის მეურნეობა თუ ის არ არის ადგილზე განხორციელებული. არ შეიძლება შენ კახელ გლეხს ვერ მისცემ რჩევას, თუ კახეთში არ მუშაობ და არ აგაქვს ეს არა ქვია საცდელი ნაკვეთი და თუ შენ თვითონ არ დარგე იმ ნაკვეთზე რაღაცა და იმას არაჩვენებ. ფერმერს და არაჩვენებ, რომ აი აქ მოვიდა, იქ სადღაც ტელევიზორში კი არ მოვიდა, აი ამ მიწაზე მოვიდა. ეს მეორე. მესამე ეს არის დაზღვევა. დაზღვევის თვალსაზრისით რამდენადაც მე ინფორმირებული ვარ, ძალიან საინტერესო რეფორმები გატარდა და სოფლის მეურნეობის დაზღვევა არის რეალურად სოფლის მეურნეობის ბიზნესის არსებობის წინაპირობა. იმიტომ რომ რეალურად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ბიზნესი, ის არის დაკავშირებული რისკებთან და ამას ყველაფერს სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა და ამ თვალსაზრისით მე როგორც ხედავ იდგმება ნაბიჯები. ასე რომ აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ არსებობს, მაგრამ როდესაც თვითონ ფერმერი, მოდით ვთქვათ, ფერმერთა გაერთიანება დაინტერესებული ესინი, რაღაცა უცებ რისკიან ნაბისკი, აი ის დავთესე რა და აი ნახოთ რა მოხდება, ეგეთი ერთად სხდებიან,
მოდი რაღაცა ერთად ვიფიქროთ, მე იმას ვკითხავ, მე წავალ იქ რაღაცა ახალ ინფორმაციას მოვიძიებ. აქ არის რეალურად გადარჩენა. გასაღმავებელი, უმნიშვნელოვანესი და გასაღმავებელია. იგივე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სუბსიდიებზე, სუბსიდიები არის ხოლმე საინტერესო როგორც სტარტაპი ბიზნესის. და როდესაც შენ დაუშვათ წელს და შარშან გლეხს დაუმუშავე მიწა, ეს კარგია როგორც სტარტაპი. 20 წლის მერეც თუ შენ სახელმწიფო მოხვალ და გლეხს მიწას და მოუხნავ, ხო? რეალურად ეს ნიშნავს არ განვითარდა ეს დარგი. ეს არის კარგი როგორც დასაწყისი. აი როგორც აი ბიზნესი რო მოდით ესეც გვერდიდან შევხედოთ. არა ის რომ შენ დაიწყე, არა ის რომ შენ დაუშვათ დასაწყისში როგორ არის წარმოება, ხო? რაღაცა დახმარება, რაღაცა შეღავათებია. თუ ეს მე არ განვითარდა, ესე იგი შენ ვერ განვითარებია ბიზნესი. არა, თუ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სოფლის მეურნეობის გაღმართებისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. დიდ მადლობას გადაგიხდით კიდევ ერთხელ და გისურვებთ წარმატებას მნიშვნელოვან საქმეში. ალბათ.